ადამიანი შინაგანად გადაღლილი ბოლო მოვიდა ღმერთთან, ქრისტესთან მოვიდა და თქვა: უფალო, დავიღალე ჩემი სამართლიანობით, ჯერ სხვისი სამართლიანობით კი არა, ჩემი სამართლიანობით დავიღალე, იმიტომ რომ ვისაც კი რას არ დავპირდი, რომ მეყვარებოდა, ვერ შევიყვარე. ვისაც კი არ დავპირდი, რომ ერთგული ვიქნებოდი, მაინც ვუღალატე. ვისაც კი არ დავპირდი, რომ კარგი ვიქნებოდი, მაინც ცუდი ვარ. ხვდები ამას და ხვდები, რომ ადამიანური სამართლიანობა არ არის შენს წინაშე, რომ ერთადერთი ის რაც ადამიანის გულს მართლა ახარებს, ის რაც ადამიანის გულს და ადამიანის შინაგანს ნამდვილად ბედნიერებას ანიჭებს, ეს არის საღვთო სიმართლე, საღვთო ჭეშმარიტება. და აი მოსული ადამიანები ეკლესიაში ვიწყებთ ერთ რამეს: უფალო, წაიღე ჩემი ეგოიზმით, ხო? და ამ ეგოიზმში გამოხატული ჩემი სამართლიანობა წაიღე, იმიტომ რომ ისე იგი არ ვიცი არაფერი. ანუ განუსწავლელი ადამიანი ვარ, საერთოდ არაფერი არ ვიცი, დაბნეული ამ წუთისობელში, რა ჩემს ცოდნას მივეყრდენი, ჩემს მუსკულატურას მივეყრდენი, ჩემს გამჭრიახობას მივეყრდენი, ჩემს ინტელექტს მივეყრდენი, ჩემს ინტუიციას მივეყრდენი, ყველაფერმა მიღალატა. ყველაფერი დავარდა, განულდი და აი ამ დროს ხდება შობა ქრისტიანისა, ზუსტად მოვედი და ვეუნები: უფალო, გეხვეწები, გევედრები, წაიღე ეს ჩემი ეგოიზმი, დამტანჯა, აღარ შემიძლია მასთან ერთად ცხოვრება, იმიტომ რომ საითაც არ წავედი, საითაც არ გავიქეცი, იქით წავიქეცი. გევედრები, შემცვალე რა. გევედრები, წაიღე ეს ჩემი ეგოიზმი და აი ზუსტად ისე იგი ადამიანში შემდეგ შემოდის აი ეს მდგომარეობა, როდესაც იწყება მისი მოკლედ ეგოიზმის ცვალებადობა.